კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, 2 ივლისს მოქანდაკე უშანგი ქუმელაშვილის შემოქმედებითი გამოფენა გაიმართა სამწუხაროდ უშანგი ქუმელაშვილის გარეშე. გამოფენის ორგანიზატორი გახლავთ მუსიკოს შემსრულებელი ბატონი ენრიკო ჯანელიძე. გამოფენა გაიმართა მაჩაბლის 13 ნომერში მწერალთა სახლის შენობაში და ამ გამოფენის შესახებ ჩვენ თხოვეთ ბატონ ენრიკო ჯანელიძეს მობრძანებულიყო და ამ არაჩვეულებრივი მხატვრისა და მოქანდაკისა და მხატვრის შესახებ ესაუბრა. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ქალბატონო ეს კომპანიას მაყურებელს დიდი სიტყვით და სიყვარული. დიდი მადლობა. კი, ესე იგი 2 ივლისს მე ჩემი უახლოესი მეგობრის და უნიჭიერესი უშანგი ქუმელაშვილის ხსოვნის საღამო რომელსაც მე დავპირდი მაყურებელს, მეგობრებს, მისას, საზოგადოებას, რომ აუცილებლად აღნიშნავდი, იგი გარდაიცვალა 4 წლის წინ კოვიდით, ქალბატონებო და ბატონებო და ჩვენი იმ ურთიერთობიდან და იმ დიდი სიკეთით და სითბოთი გაჯერებული ჩვენი ეს დიდი ეს შემოქმედებითიც და საერთოდ პიროვნული ჩვენი აი ეს შერწყმა განაპირობა იმან რომ ჩამოსული უშანგი ქუმელაშვილი, ესე იგი თითქმის 45 წლის განმავლობაში არ იყო საქართველოში, იგი თბილისიდან, იგი გორელი იყო, თბილისიდან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა მოსკოვს, კალუგას და სადაც ესე იგი მას ბედნიერება ხვდა წილად და არც მარტო მას ხვდა ბედნიერება წილად ხვდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს კალუგისას რამე თუ დიდებულ ქალაქში ესე იგი დიდებული იმითაც იყო რომ ციოლკოვსკი ყავდათ მან კონსტანტინე ციოლკოვსკი მიუხედავად იმისა რომ კონსტანტინე ციოლკოვსკი ყრუმუნჯი იყო წარმოიდგინებდა ამხელად დიდებას მიაღწია კოსმონავტიკის მაბად შერაცხული და თქვენ წარმოიდგინეთ რომ უშანგი ქუმელაშვილი აქ მოღვაწეობის დროს ესე იგი იქ კალუგაში მოღვაწეობის დროს იმდენად დახვეწა მან თავისი ეს შემოქმედება რომ უკვე ყურად იღო იმ მაღალმა საზოგადოებამ და პროფესიონალებმა და სთხოვეს არა სხვას, არა ადგილობრივ ხელოვანთ მოქანდაკეებს სთხოვეს უშანგი ქუმელაშვილს რომ შეექმნა ქანდაკება დღესაც დგას კალუგაში ციოლკოვსკის ქანდაკება. ამის შემდეგ ირწმუნა რა ბატონმა უშანგიმ თავისი ძალები რა თქმა უნდა დაიხვეწა, განვითარდა, განათლდა კიდევ მეტად და მეტად და დააპირა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა და თქვენ წარმოიდგინეთ 33 წლის განმავლობაში იგი მოღვაწეობდა ჰოლივუდში, მოღვაწეობდა ვაშინგტონში, შექმნა პავლო პაგანინის. ხო და გამოფენები მუდმივად ქონდა, ხო? კი, რა თქმა უნდა, მე ახლა ამას განვავრცობ. პავლო პაგანინის, მარკ ტვენის, მოგვიხსენება ყველა პავლო დიდებით შემოსული ესეთი ხომ არ ყოფილა ასეთი მუსიკის შეიძლება ასე პირდაპირ თქვა და ვიოლინოს ამ განვითარებისა და როგორც შემსრულებლისა მე ესე იგი ომარ ხაიამის ასევე ეს არის ბარელიეფები, პორტრეტები და კოსმოპოლიტის როგორც ვახსენე მარკ ტვენისა რომელიც არც მარტო კოსმოპოლიტი იყო დიდებული მწერალი დრამატურგი მსახიობი იუმორით ახსავსე და ესე იგი რომელი ეს მისი შედევრები იგზავნებოდა ევროპასა თუ აზიაში და ძალიან ესეთი მაღალი დონით იმუშავა, იმოქმედა, იმოღვაწა იქ ყველაფერი და კინოინდუსტრიაში ედექით მის სიცოცხლეში. კინოინდუსტრიაში მუშაობდა ასევე ჰოლივუდში და შტატებში, სხვადასხვა ქალაქებში. კი, გვერდში ვედექი მე აქ, არა, ის იქ იყო მე ამერიკაში რომ ვიყავი, მე მასთან არ მქონია ურთიერთობა. არა, აქ რო ჩამოვიდა. ჯერ დავამთავრები იქ ყოფნას მისას. ჩამოვიდა მერე და მე რომ გავეცანი, იგი ადრე მიცნობდა მე ბავშვობით ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და შევხვდით შემთხვევით სრულიად და გამეხარდა რა მე არ ვიცოდი მისი მოღვაწეობისა ის დიდი მიღწევები ყველაფერი და
რომ ნახე როგორც პიროვნება გავესაუბრე, ნახე მისი ეს ნამოღვაწარი 2 წელი იყო აქ, იგი 18-ში ჩამოვიდა 2018-ში და რომ ნახე და მე გავაცანი ქალბატონო მანანა დიდებული გიგა ბათიაშვილი მაპატიეთ ვახტანგ დავითაია ეს ჩვენი არქიტექტურისა გიგანტები გავაცანი რეზო ადამია გავაცანი გივი თოიძე მე ჩემი კიდევ სხვა მე ამათთან უკვე მქონდა ესეთი თბილი ურთიერთობა ერეკლე საღლიანი მანუჩარ მაჩაიძე ნუგზარ ღამბაშიძე და ქვეყანა ხალხი გავაცანი რატომ რომ მას ეგრძნო იგი ერთი ფანქრით ჩამოვიდა და როგორც თვითონ ამბობდა ამას მე ქართული ენა მომენატრა ქართულ ენაზე საუბარიო და იმ ნოსტალგიამ ჩამოიყვანა იგი და მე რა უნდა გამეკეთებინა თუ არა მის გვერდში დგომა ჩვენ ერთად გადაცემაც გავაკეთეთ გახსოვთ თქვენ ვიყავით აქ ერთად ვიყავით ჩვენ მე ვიყავი აქ არა მე გავაკეთე იქ ხო გადაცემა მე გავაკეთე ჩავწერე ხო ნუ ეხლა ეს არ არის თქვენ ჩაწერეთ მაგრამ მე წავიყვანე ეს გადაცემა რომელი გადაცემა წაიყვანე წერილთა კავშირში ერთადერთი გადაცემა არ წაგიყვანია თქვენ წაიყვანეთ საღამო ხო მაგრამ გადაცემა მე მიმყავს ზოგადად ხო და ესე იგი მე გავაერთიანი ფაზისის საერთო სამეცნიერო აკადემიაში ასევე ტაუკლარჯეთისა რამდენიმე გამოფენა გავაკეთე გალერეებში და ყოველ მხრივ ეხმარებოდი მაგრამ კოვიდმა არც მარტო იგი ძალიან შვილები ყავს ხო თუ შვილი ერთი შვილი კალუგელი ქალბატონისგან რუსი საკმაოდ საინტერესო პიროვნება ტელესივრცეშია იგი ტელეჟურნალისტია და აქ ჩამოსული ასე იგი ვერ და მე რა გავაკეთე იცით ჩემო ძვირფასებო ის რომ ნახე რომ იგი ჯერ პატრიარქს შევახვედრე და აპირებდა ერთი პერიოდი რომ ნახა რომ ძალიან ძნელბედობის ჟამს ჩამოვიდა საქართველოში და რომ ნახა მან რომ იგი ვერ ესე იგი ლარი არ გაუკეთებია მას აქ ყოფნის დროს იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდები დაემთხვა ეს კოვიდიც დაემთხვა და მე შეთავაზე მოვიფიქრე რატომღაც და ალბათ ჭკვიანური გამოდგა ეს ხო და ეს ჩემი მონაფიქრი რომ მოდი უშანგი შენ 45-50 წლის განმავლობაში არ იყავი თბილისში და მოდი ასეთი რამ გავაკეთოთ მეთქი მოდი დიდებული ჩვენი ხელოვანი შემოქმედნი მეთქი ეს მე ძალიან რამდენიმე პიროვნება მყავდა მხედველობაში კახი კავსაძისა ჯემალ ღაღანიძისა სახით თენგიზ არჩვაძისა სახით ესე იგი ბიჭიკო ასკურავასის სახით და ჩვენ ერთად მოვასწარით მხოლოდ ორიოდ ასე ვთქვათ პორტრეტისა ბარელიეფისა გორელიეფისა შექმნა ეს იყო ესე იგი თენგიზ არჩვაძისა აგერ ტელეეკრანზე ნახავს მაყურებელი და უშანგი თითქმის 3 თვის განმავლობაში იმუშავა მე ვთხარი რომ უშანგის რომ მოდი და შენ ქართულ სულიერებაში ის შენი უანგარობა რომელიც შენ ესე იგი ქართული დროშით იყავი წასული მაგრამ ფაქტიურად მოცილებული იყავი საქართველოს და მოდი და აქ შენ ეს საჩუქრები გაუკეთე ჩვენ დიდებულ შემოქმედთ მეთქი და მართლაც მომყვა გამომყვა და მე გათვლა მქონდა ქალბატონ მანანა რომ ამ გადაცემის დროს ამ ბარელიეფების ამ გორელიეფების პორტრეტებისა გადაცემის დროს ხომ იქნებოდა პრეზენტაციები და იქნებოდა მოსული მაყურებელი შემფასებელნი და აი ამ ეხლა თქვენ წარმოვიდგინოთ გიგა ბათიაშვილი და ვახტანგ დავითაია და ის რომ ჩამოვთვალე მე სხვები დიდებულნი თქვენს რომ ეს ნამუშევარი უშანგი ქუმელაშვილის არც მცირე არც შეიძლება მეტიც კი დაახლოებით $10,000-მდე არის ღირებულიო და უშანგი მეთქი თუ შენ არ მოგცეს $10,000 მოგცემენ ნაკლებს, მაგრამ სამუშაო გაგიჩნდება, დაიხვეწება ეს ყველაფერი და შენი აი ის სურვილი, მეთქი ფრთები შეესხმება, იმ ხრივ მეთქი რომ ეხლა წარმოიდგინეთ, ღუზა აქ ჩაუშვა მან და აი ის ნავსაყუდელი მან გადაწყვიტა და ალბათ გული უგრძნობდა რომ იგი სულ ცოტა ხანში გარდაიცვლებოდა. ამერიკაში დარჩა მისი ნამუშევრები? ნამუშევრები მან დაუტოვა თავის ძმისშვილს, რომელმაც ნუ ეხლა მე არ მინდა ეს თლა გავხსნა ეს ბჭყალები რა და როგორ, მაგრამ თავარი ის რომ აქ 150 ნახატი შექმნა
ფერწერული ქანდაკებებით დაწყებული და ვერ დაასრულა, ბევრი ვერ დაასრულა, იმიტომ რომ ვერ მოახერხა გაუჩნდა თორცები გორში ცხოვრობდა და მე ისე თავის ქებად ჩამიტვლით, მაგრამ 2 წლის განმავლობაში იწვალა მან იმ ხრივ რომ მოქალაქეობას არ აძლევდნენ რომ შენ 50 წელი გარეთი შენ კარგო ადამიანო ეს კი იყო წასული მაგრამ იქ ხომ ქართული სული და ქართული ხორცი იყო და ჩამოვიდა და მივედი და მოქალაქეობა ხო ქონდა საქართველოს მოქალაქეობა არ ქონდა. არა, ანუ რო წავიდა მოეხსნა ავტომატურად მოეხსნა და მე რომ ჩამოვიდა, უნდა და აღდგენა და მე შევედი ახლა იქ იუსტიციის სახლში და ვთხოვე რომ დავუდგები თავდებად მეთქი რომ ასე რა თუნდა ჩემი თავდებობა მას რომ დიდებული მიცეს მაგრამ ქალბატონო მანანა ესე იგი ცხოვრობდა გორში ჭავჭავაძისა და ევდოშვილის გადაკვეთაზე და გორელ თავის მეზობლებს რომლებიც დიდი პატივი დაასდეს და ყოველ მხრივ დაუდნენ გვერდით ეხმარებოდნენ ესე იგი აპირებდა მოქალაქეობას რომ მივიღებო მეო აქ უნდა გავშალო 100 მეტრზე უნდა გავშალო სუფრა აი ამ ეს დიდებით მოსული ვიქნებიო ჩემი ქართული მოქალაქეობა დამიბრუნდებაო და შევედი მე უკვე მოქალაქეობა მქონდა მიღებული მაგრამ გადაცემული არა რამე თუ იგი უკვე იწვია იმ ჰოსპიტალში სადაც ჩვენი საყვარელი თემური ციკლაური გარდაიცვალა და იქ და მე მის მთავარ ექიმს მკურნალ ექიმს უთხარი ქემაინც უთხარი რომ მან იგრძნოს მეთქი და მე შესვლას ვაპირებდი ხომ იცით ესეთი ბლოკებით იყო აი ეს ბლოკებით გარემოცული ეს და ხელს მიქნებდა რომ არ შემოხვიდე ენრიკო მოვიდაო ჯანელიძეო და არ შემოხვიდეო რომ ეს იგი იფიქრა რომ მე რამ დაღუპა ესე იგი ცოტა ჯიუტი იყო დაღუპა იმან რომ ფილტვების ანთება ქონდა გარდაცვალებამდე და ბოლომდე ვერ განიკურნა და იმ აუბედითმა იმ ტკივილმა და იმ ყველაფერმა ჩაივიდა იქით სადაც ტკიოდა მას და განგმირა დაახლოებით 1-5-7 დღეში გამიგეთ ხო და აი ეს ძალიან დიდი ხელოვანი ძირფასო ტელემაყურებლებო დავკარგეთ რამე თუ იგი ქართულ მიქელანჯელოდ იყო შერაცხული უკვე მრავალი ათეული წლის განმავლობაში იმიტომ რომ იქ თვით ლოს-ანჯელესშიც და ვაშინგტონშიც აურაცხელი ჩვენი ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც ყოველთვის ესწრებოდნენ, რამე თუ ერთადერთი იყო იგი და აი ასეთი მართლაც დიდებით და შეარავანდით მოსილი ხელოვანი ჩამოვიდა, დაგვიბრუნდა და პატრიარქმა რა უთხრა ისეთ უშანგი არ წახვიდეო, რო გაიგო მე უთხარი ჩუმად რომ წასვლას არ წახვიდე და გაზარდე ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი ბავშვები და შენი აი ეს ამ ჩამოსვლაზე თუ adre ჩამოსვლაზე არა ერთხელ იყო ჩამოსული აქ და აქ რომ იყო რომ ჩამოვიდა მაშინ შევახვედრე მე და მაშინ უთხრა რომ არაფრის დიდებით არ წახვიდეო თორე აი 5 წუთი აქ და აპირებდა წასვლას იმიტომ რომ როგორია ასეთი მაღალი პროფესიონალისა მიერ დიდებით ესე იგი განვლილი წლები, ათეული წლები ხელის გულზე ატარებდნენ და ჩამოვიდა და ჩვენი ბრალი საქართველოს ბრალი არც 1%-ით არ იყო უბრალოდ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის რომ იგი დარჩენილიყო პირობები შეექმნა ყველაფერი მაგრამ აი ამ კოვიდმა იგი იმსხვერპლა და აი ასე სხვაჭერს პირველში იყო დაბადების დღე მის და მე სპეციალურად დავარქვი ამ საღამოს შეხვედრას ხსოვნის საღამო რომ უფრო მეტად მომეზიდა მაყურებელი და უფრო მეტი ტკივილი გამომეხატა მეც და მაყურებელმა ძალიან შეიყვარა იგი ძალიან დიდი პატივით იყო რატომ იცით პიროვნება იყო თვითონ ისეთი უსაყვარლესი მე გვერდში ადამიანი იყო ნამდვილად თქვენც ხო გახსოვთ და თქვენც იცნობდით და გვერდში მდგომი და გაჭირებულს რომ გვერდში ედგა ყველას და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ დამკვიდრებული იყო თავის სამშობლოში და აი ის ძალიან ცოტა ხანი იცოცხლა და მე ძალიან დიდი ტკივილით ამას ასე ვიხსენებ და თუ ქონიათ საუბრები აი მე მახსოვს აი ეს თვითონ მხატვრობის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში მე მგონი მე მქონდა მაგასთან საუბარი თუ ქონიათ თქვენ საუბრები და აი რას ბრძანებდა ამის შესახებ მან ესე იგი იმდენად იმასაც ამბობდა რომ ძალიან ცელქი ვიყავიო და ოროსანი ვიყავიო მაგრამ
მიდრეკილება ხაზვისა, ხატვისა, აი უკვე თავიდანვე ბავშვობაშივე, ესე იგი ფერწერა, ესე იგი გრაფიკა, ესე იგი ხატვა, ყველაფერი და რატომღაც ალბათ ღმერთმა ინება, იმიტომ რომ იმდენი ჩადო ჩემში, რომ დღეში მუშაობდი 10 საათ, 12 საათს და უკვე მერე ჩვენი საყვარელი და ძვირფასი თენგის ალბათ დააკვირდით გუგუას პორტრეტი აქვს გამოხატევნე და თენგის უთხრა ასე რომ მე გათვალწინ შენი გუგუას პორტრეტი და აი მე აღნიშნა თენგიზმაც რომ ბატონმა თენგიზმა რომ ხო ხედავ რომ ის ულვაშები და ის ყველაფერი გამოტანილი გაქო და გაუცებული იყო ხო და ესე იგი ის თქვენ 10 საათი რაზე მუშაობდა ხატვაზე ანუ ხო მე მეგონა თქვენ მუშაობთ ესე იგი მისი მე ვიტყვი ხმამაღლა რომ და ალბათ ამეთანხმება ყველა ვინც იცნობდა რომ იგი პირველ რიგში იყო დიდი მოქანდაკე და შემდგომ უკვე ფერმწერი ხო ეხლა წარმოიდგინეთ ხო ადამ და ევაც გამომჩაო იცით აურაცხელი რაოდენობის და აურაცხელი რაოდენობისა თბილისში სად არის საქართველოში სად არის მისი ნამუშევრები თბილისში მე ჩამოტანილი მქონდა გალერეაში სხვა შორის ძალიან ძვირად ღირებული ნამუშევრები გალერეებში განვათავსეთ ეხაც გალერეებში არა წამოიღო და ძმისშვილმა წაიღო იმ ამერიკელმა არა ქართველი ძმისშვილი წარიტაცა ეს წაიღო მოკლედ და არ დატოვა არაფერი ეხლა დატოვა რა ჩვენ ჯიბეში ამერიკაში წაიღო ხო ლოს-ანჯელესში თვითონ ეს მისი ძმისშვილი ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს ხო და ჩვენ თხოვეთ გვინდოდა რომ მისი რამდენიმე სურათი დამჭა მე მხოლოდ მაყვალას დარჩა მურმან გელენიძეს ეს ჩვენ გვისახსოვრა და პატრიარქს გადავაცით ერთადერთი სურათი. დანარჩენი არც ერთი სურათი უკვე საქართველოში არ არის. კარგი იქნებოდა დიდი გამოფენის გაკეთება. კი, მე რამდენჯერმე გავუკეთე გამოფენა. და ციცოცხლეში. ციცოცხლეში ხო და აი რო დაუკავშირდეთ არ შეიძლება ძმისშვილს. და ჩამოვიდეს ამისთვის ჩამოვიდეს რომ გამოფენა გააკეთოს აქ. საზოგადოება უნდა იცნობდეს ამ არაჩვეულებრივი მოქანდაკის ნამუშევრებს. მართლა კარგი ნამუშევრებია. გაეხარდება რამდენად იმ და წაიღოს მერე უკან ის. იცით რა, კარგი თვითყვე მე ამას, რადგან ჩვენ აი ეს თემა გაგვეჩნდა. ამ პიროვნებამ ძმისშვილმა იცოდა რა და გაიგო რა რომელიღაც არხებიდან რომ მე მას მეგობრობდი და მხარში ვედექი დამირეკა ლოს-ანჯელესიდან გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ბატონო ერიკო და მოკლედ შემოსა ყველაფრით ისიკეთით რომ და მეო მზად ვარ რომ ჩემს ბიძასო დაუდგე გვერდშიო და მატერიალურად და კი მეთქი მე გამეხარდა ყოველ მხრივ გამეხარდა იმიტომ რომ წამოსწევდა თვითონ და რომ უთხარი უშანგის და მოიკლათა არ მინდა ის კატეგორიულ უარი თქვა ამ დახმარებაზე ძმისშვილისგან და ეხლა თქვენ რომ აგერ მითხარით რომ იქნება ესე იგი ჩამოვიყვანოთ და ჩამოიტანოს ეს არ ამგონია თან მის სულს არ ესეა მოუნება და ამიტომ მე თავს არ ვიკლავ ამაზე იცით იმიტომ რომ სიცოცხლეში უნდა თქვენ რა შეგიძლიათ აკეთებთ კი მეც და კი იმიტომ რომ მე დავპირდი კიდეც ქალოდნო მანანა ვისთანაც მეგობრობ მე მარტო დღეს და ხვალ არ მეგობრობ მე მეგობრობ დიდი სიყვარულით და რადგან მეგობრობ და დაპირებული ვარ მე ჩემ ჯემალისაც დავპირდი რომ ეს ქსონის აღამოც უნდა გავუკეთო ღაღანიძეს ხო იმიტომ რომ და უშანგისაც დავპირდი მანამ ცოცხალი ვარ შენ სახელს მეთქი როგორც შევძლებ მაქსიმალურად მე გავაცნობ კიდევ და უფრო პოპულარულს გავხდი მეთქი და არ დავიწყებას მივცემ მეთქი პირადად ჩემგან და ის ვინც და მე გვერდში მიდგანან ბევრი ჩემი მეგობრები რომლებიც პატივისცემით ჩამოვიდნენ მის გასვენებაში იცნობდნენ და პატივს მიაგებდნენ ყოველთვის და დღესაც მიაგებენ პატივს ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ ქალოდნოანა ისეთი ლამაზ საღამოებს რომ აკეთებთ გონაშვილს რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას მე მაღლა გონაშვილი მე მგონი თქვენ არა მარტო თქვენ არა სრულიად საქართველოს გასწრებით თუ არა უცხოელებს მაგრამ მე დაახლოებით 20-25 წელია მაქვს ურთიერთობა და არ მახსოვს მისგან უარი ყოველთვის გვერდში დგომა და იქ ყოფნა რომ თვითონ თავის მარლიანი და ის თბილი და ღრმად ცოდნით გაჯერებული სიტყვა
ასე შემოახმატკბილოს და აჩვენოს მაყურებელს, რომ იგი მარტო წერალთა კავშირის თავმჯდომარე კი არ არის. იმ ყველა ღონისძიებისა სულის ჩამდგმელია და იცნობდა იმ პერსონებს, რომელ პერსონებზეც მიდის ეს ყველაფერი ეს იკეთა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მუსიკოს შემსრულებელი ბატონი ენრიკო ჯანელიძე გახდათ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მას მობრძანებისთვის. მე ყველას დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ გვიყურეთ და გვისმინეთ და მომავალ პარასკევამდე დაგემშვიდობებით და ვიმეორებ, რომ მომავალ პარასკევს კვლავ ჩვეულ დროს გავა გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება, ესე იგი გავა 5:09 16 საათზე და 30 წუთზე დროებით.